ჩემი შემდეგი სტუმარია ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მადლობა რომ მოგზადეთ. პირიქით, მადლობა თქვენ. როგორ მოგწონთ ჩემი დეკორაცია, ბატონო მიხეილ? ფანტასტიკურია. პირველ რიგში რა ზოდიაქოს ნიშანი ხარ ჩემი? მერწყული. მერწყული ხო ორიგინალურია, უჩვეულოა. ყოველთვის 10 წლით უსწრებ ზოგად საკაცობრიო განვითარებას. აქედან გამომდინარე ის გაცილებით წინ არის ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი. შესაბამისად ფანტასტიკი. მე ხარ მგონია თავი კოსმოსში. ჩვენ გვინდა სკაფანდრები. ვიცურავთ ამ საოცარ სილამაზეში. ვიცურავთ რა. ჩემი რამის. დღეს თქვენ არ მოხვიდოდით სტუმრად, რო არ იცოდეთ რომ კარგი ჩაწერა იქნება. ჩვენო კარგო. ესე იგი თავისთავად მოგეხსენებათ ხა ცის კაბადონზე მერკური, ვენერა და იუპიტერი შეერთებაშია. მერკური ეს თქვენ ხართ ტელევიზიის სფერო თქვენი გადაცემა. ვენერა ეს არის ჩემი სფერო, კუროს მართველი პლანეტა. იუპიტერი არის გამარჯვების პლანეტა. მე ვიცოდი აქ მოვიდოდი, თქვენთვისაც, ჩემთვისაც იქნებოდა დიდი წარმატების ფაქტორი. რაღაც ესე გამომდის, იცი რა, ერთი კაი ღვინო უნდა ამას და წყალი გვაქვს კარგი ჩვენ. აუმა. ასტროლოგიასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ პირველი კითხვა. საფეხბურთო ტრანსლაციის დროს დაფიქსირდა რაღაცა უცნაური შემთხვევა. მე ვერ ამოვხსენი, ვერანაირად და ეხლა არ მეკრა შენ გვარ სახსენებენო, გამიგია რამდენჯერმე რომ აი ეს არ ვიცით იყო გოლი თუ არა, ცაგარელს ვკითხოთო, ეგ არ მეთქვა. არა, სპარტაშოვის ეგ რო ყოფილიყო, ნეტა ეგ ყოფილიყო, მაგრამ ეს რა ნახათ შემა თვალებმა ბატონო მიხეილ და კირჩხიბი იყო, მორიელი იყო, ვერ მივხვდი ვერანაირად და თქვენ რო ამიხსნათ, აი რო ეს ვნახოთ ეს ვიდეო. აბა საინტერესო. სპორტის ამ სახეობაში ნამდვილად ბევრი გვაქვს ჩვენ სატრაბახო. 6 აპრილიდან ობობას გავს ხო მე მგონი? არ ვიცი, ვერ გავიგე. თან რაღაცა პირველი არხის ლოგოსკენ მიდის და რას უნდა ნიშნავდეს? ქუთაისის ტორპედო თამაშობდნენ თუ არ ვწდები ხო? ორივე ეს ხოვდი რომ ლოგოში ჩასვან აუცილებლად ობობას გამოსახულება რა წარმატების ფაქტორი იქნება მათთვის. აი, ეგ არის რა. სიმბოლოა. სიმბოლოა და იცი ახლა თქვენ გაგიგიათ ალბათ რომ ობობა ბევრ ქვეყანაში ითვლება წარმატების მომტანად და ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ-ერთი ფაქტორია. ამიტომ თუ ეს ლოგოში ჩაისმევა, ის ახანგრძლივებს წარმატებებს და სიცოცხლეს. გაიგეთ. აბა ასე ეს. გამშვათ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. მონოლოგში შევეხე ამ თემას. ზუგდიდში გამოაცხადეს მეგრული თხების ტენდერი. ხო და მე მაინტერესებს ამ დროს რა მოხდა კოსმოსში. ვისი ნიშანი უნდა იყოს ეს? ვინ საჩევიდა, სადგა, რატო ეს თხები თან თეთრი? აი, რომ მითხრათ თუ თეთრი თხები. კი, თეთრიო. გასაგები. ესე იგი საქმე რა შეეცი, სამეგრელოს მართავს შილდოსნის ზოდიაქო. გამარჯვების პლანეტა იუპიტერი შევიდა იქ. და აქედან გამომდინარე უკვე დაიწყო ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ახალი პრინციპის მუშაობისა. თხასავით მივაწვეთ პრინციპებს და თხასავით მივიდეთ ბოლომდე. ამიტომ ეს არის თავარი თეთრი, თან თხა, შემტევი და ბოლომდე მიმყოლი. ეს არის თავარი. ხო, თან ტემპერამენტიანიო და მკვირცხლიცო და ეგ არის. ერთი თამაში მაქვს თქვენთვის მომზადებული ბატონო მიხეილ და მინდა რომ დამთანხმდეთ. საერთოდ ესეთი პრინციპი აქვს ჩემს გადაცემას, სტუმარს როცა თავაზობ ხოლმე თამაში თანხმდებიან ხოლმე. ვითამაშოთ, მოდი. მოკლედ მე მინდა რომ შევადგინოთ ჩემი გადაცემის რუკა. ასტროლოგიური. ოღონდ ჩემი პირობა მაქვს. ნუ ხო გასაგებია მერწყული ხარ და შენ თუ რაღაც ორიგინალურია ჩემს თავაზე ინტერესუათა. რა თქმა უნდა. მე აი ამდენი ისა. ხო, ჩემი პირობები ასეთია. ჩემი გადაცემის თარიღს გეტყვით, როდის დაიბადა, ეს იყო 2019 წლის 14 თებერვალი, 23 საათი. მერწყულია ესეც. რაღაცა ნივთები მაქვს მომზადებული ამ ასტროლოგიური რუკის შედგენის დროს, ეს ნივთებიც რომ გამოიყენოთ. გამოიყენოთ, მოდი.
კი ბატონო. დავიწყოთ და მე ნელ-ნელა მოგაწვით. მოგოდი დავიწყოთ რუკის შედგენა მაგალითად აი ამ ნიფტით. სპეციალისტ ჩვენ გვაქვს ახალი ინტერპრეტაცია ასტროლოგიური რუკისა. მერწყულმა მოიტანა საერთოდ ასტროლოგია, რომ იცოდით 40 საუკუნის წინ დღეს თქვენი სფეროა. ამიტომ ჩვენ ახლა გვაქვს უკვე ამდენი საუკუნის მე რომ მე მგონი ახალი ეტაპი გადასვლის ასტროლოგიური ხედვა ნიფტების და მიხედვით. ესეც საინტერესოა. ზეგ დავიწყოთ ნიფტით და რომ ზოდიაქოს ნიშანს შეიძლება შეესაბამებოდეს ეს. რასაკვირველია ვერც? ვერძი თავს მოგჭრის მომენტალურად თუ რამე არ მოეწონა ცხვირიც თუ არ მოეწონოს მომენტალურად მოგაჭრის მაგას. ასურს ენერგიული ცეცხლოვანი და მებრძოლი. მოჭრა. ვერძი ამ ხრი ვერძი გამოდის. აბა ახლა რამდენი შეგეგროვებია ეს? აჰა, აბჯა. მე რა შემიგროვებია ესე უცებ აღმოჩნდება ხოლმე აქ. ჩემო კარგო ეს ხო მორიელია. მეუმარი, მებრძოლი, უშიშარი, რომელიც უკანარესობის არიხებს და კბილებით იცავს საკუთარ პრინციპებს და ქვეყანას და სამშობლოს გენეალურია ჩემო კარგო. ისე მოგიხდებოდა. მე? გამრეულოს ხო? აბა? ნახოთ. აბა? აჰა, გადასწორებული. არა, კაცო. აბა უყურეთ. მეტეოდეს. არა, ახლა ხმალი ერთი კარგი ცხენი და ხმალი ცხენი. ხო? ცხენს ეხლავე ამოვიყვან, მოიცადეთ? გადაცემის რუკა რომ უფრო კიდე დეტალური იყოს, ნიფტებს კიდევ აი ესე გავამდიდრებ. და საინტერესოა, ესე იგი ეს ჩვენ უკვე ღვინოში გადავიდით. რა კავშირშია ჩემს გადაცემასთან? როგორ გეკადრება, ახლა ჯერთი ჩვენ ღვინის ქვეყანაში ვცხოვრობ, საქართველოში დავიწყოთ აქედან, ხო? ეხლა შემდგომ ვიყვეთ ამას ფლელობას ნელ-ნელა, წყლის სტიქია. ეს არის სწორედ თევზები, ეს არის მორიელი, ეს არის კირჩხები, სამი გადამწყვეტი ნიშანი და წარმატებული და ამას ემატება ის, რომ მერწყული ის წყალს კი ასხავს, მაგრამ ღვინო ირევა, ხო იცი შიგადაში და ესეც თავის ზეგავლენას ახდენს. ღვინო ეს არის ის, რის გარეშეც ქართული სუფრა და ქართული სამყარო შეუძლებელია რომ არსებობდეს. გეთანხმებით. აჰა, ესე იგი ეს ალბათ იმასთან დაკავშირებით, მე მგონი ეს ტახია თუ რაც ყოველია საერთოდ. რა არის თუ ის კურდღელია, რაღაცა ეს გაუგებარი. არა, გოჭია, გოჭი, არც ტახი არის ჯერ. გოჭი. ჩემო კარგებო, ეხლა რადგან ჩვენ გვაქვს გოჭის თუ გინდა დავარქვა, თუ გინდა ტახის, თუ გინდა ღორის წელიწადი, სწორედ ამ წელიწადში ვართ, ამიტომ ძალიან აქტუალურია. ჩვენ ზუსტად ვართ სიყვარულით ახსოვსე ტახის წელიწადში იმედი მაქვს, მაგრამ რაში ახლა საქმე? წლის ბოლოს გაირკვევა. ვინა ვართ საბოლოოდ გულადი, აქტიური, მოსიყვარულე, კეთილშობილი ტახები თუ წუმპეში მოცურავე ღორები? როდის გაირკვევა, ეგ მაინტერესებს. წლის ბოლოს. გადაცემის რუკაზე, ახლა ჩვენი გადაცემის რუკაზე ვსაუბრობთ და აი ეს რო კიდე უფრო კარგად რო ჩამისვათ ჩემი გადაცემის რუკაში. ძალიან საინტერესოა ტიპაჟი, ძალიან საინტერესოა. ძალიან გავს პიროვნებას, რომელიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით უნდა იყოს დაბადებული, იმიტომ რომ ტყუპებს საერთოდ ენას ვერ აჩერებენ, კბილს ვერ აჩერენ ენას და თავს ვიღიმებიან. ძალიან გავს. რა ხარ შენ ზოდიაქო? აი, გარშემო მერწყულიო. მერწყული ყო, ნუ ჰაერისტიკია, მონათესავია, ტყუპები და მონათესავე. კი ბატონო. შენც მერწყული ხარ ბიჭო? შედაგიწა. შენ მერწყულების ქვეყანაში ვარ. კი. ეს ჩემო კარგო. ეს უნდა გადაულოცოთ ჩვენ ისეთ ნიშნებს, როგორიც არის კურო და სასწორი, რომლებიც იწყებენ და ამთავრებენ დღეს სწორედ ჩონგურით, ფანდურით, სიმღერით და ტაშფანდურით. მოდი. აჰა. ესეც აქ. აჰა. აი ეს რაღაცა. აჰა, გამომდინარე იქედან თუ რა ხნის არის ეს ნიფტი, ჩემო კარგებო? რეტროგრადულია? ხო, არა, ჩემო კარგო, რეტროგრადულიც არის და ამის გარდა თხის რქა, ნიშანი, რომელიც ინახავს პაპამისის კალოშებს სახში, ინახავს ყველაფერ ძველმანს, სხვა ეს თხის რქა და კერჩხები, ორი ნიშანი, რომელსაც შეიძლება მიხვიდე და ჩათვალო, რომ ანტიკვარიატულ რაღაც მაღაზიაში ხარ. ყველაფერი ძველმანი კერჩხების და თხის რქას პრეროგატივაა, ჩემო კარგო. აბა. ზეგ რამდენი უშრომია. ბოლოა ეს. ეს ბოლოა. რასაკვირველია, ვინ არის ყველაზე დიდი მოკეიფე, კარგი თამადა, დიდი მოყვარული სუფრისა და ასე შემდგომ თევზები.
თევზები, რომელსაც უყვარს ეს არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სასმისი და იქედან კიდევ გადმოსული საოცარი ღვინო ჩვენი. ბენჩი მყავს ვინმე თევზები? შენ? მოკეიფე. აი, ეხლა უნდა ვიგებდე ბიჭო ამ. ჩემი გადაცემის შესახებ რომ მითხრათ მომავალზე, ამ გადაცემის მომავალზე 1-2 სიტყვა თუ შეგიძლიათ. ეხლა მე გეტყვი ჩემო კარგოშიან, ესე იგი რადგან დაიბადე მერწყული ზოდიაქოს ნიშნით გადაცემას გულისხმობ ამ შემთხვევაში და ნუ შენც მერწყული ხარ, ძალიან კარგია, მუსიკოსებიც ყავს აგერ მერწყულები და შემდგომ. მერწყული ეს ნიშნავს რას? მუდმივად სიახლე, მუდმივად ორიგინალური, მუდმივად უჩვეულო და რას გააკეთებს მეორე წუთს თვითონ არ იცის, იმიტომ რომ სპონტანური იმპროვიზაციის მე ხომ მე მინდა გითხრათ რომ აქ ჩვენ არაფერი არ მოგიმზადებია ფაქტობრივად. აი ეს ჩვენი დიალოგი არის სპონტანური იმპროვიზაცია, ეს არის სუფთა სტილი, სწორედ ამ ნიშნისაა. ამიტომ მე გისურვებ ჩემო კარგებო, მუდმივად იყოთ ორიგინალურები, არაჩვეულებრივები და ყოველთვის უნდა ეძებოთ რაღაცა სიახლე, რომელიც დაინტერესებს მაყურებელს და როგორც ახლა ხართ, მაგრამ მინდათ რომ ეს ორმაგად უფრო კარგი იყოს. მე ყოველ შემთხვევაში მჯერა რომ აი 5 მაისის მერე კიდე ძალიან საინტერესო ცვლილებები იქნება ცისკაბადონზე, რომელიც გამოუშვებს ძალიან დადებით სხივს მერწყულისგან. და ამიტომ შესაბამისად იქ კიდე უფრო იმის მერე კიდე უფრო საინტერესო გადაცემები იქნება, ძალიან ორიგინალური, უჩვეულო და რაც თოვარია, ბევრი ისეთი რამ აქვს მერწყულს, რომლითაც იგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაახლოებით 10 წლით უსწრებს ზოგად საკაცობრიო განვითარებას. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ თქვენი გადაცემა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წინსვლის მქონე და ყველაზე საინტერესო. მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მინდა აუცილებლად რომ ტრადიციული ფოტო რომ გადავიღოთ. სიამოვნებით. ნახოთ რა მოგვიმზადეს სცენარისტებმა. 3, 2, 1. ჩემი სტუმარი იყო მიხეილ ცაგარელი.